კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი პანელი არის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ასე რომ ვინც არ ხართ ამ სივრცეში, მოგიწოდებთ რომ გადმობრძანდეთ, სანამ ძვირფას პანელისტებს მოვიხმობ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ გლობალურ ბრენდებზე, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს გლობალური ბრენდების არსებობას საქართველოში. და ამ თემებზე უნდა ალბათ ვინ ისაუბრებს ყველაზე კარგად, თუ არა ქალბატონი მარიამ სურგულაძე, გთხოვთ, რომელიც გახლავთ რემაქსის მასტერ ფრანჩაიზერი საქართველოში, და თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ამაზე ვილაპარაკებთ პანელის დროს. ნინო მაგრაძე, Cushman & Wakefield-ის სტრატეგიული განვითარების და კვლევების ხელმძღვანელი. საკმაოდ ჩელენჯი იყო ამ სახელის გამოცხადება სხვათა შორის. და გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ბატონი ზუღთუ ესიოკი, თურქეთიდან, რომელიც ასევე წარმოადგენს რემაქს. ის გახლავთ რემაქსის ბროკერორი. კარგით, მოკლედ დავიწყოთ, რადგან ჩვენი დრო შეზღუდულია. როგორც გითხარით, საუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია და რა სიკეთე შეიძლება საერთაშორისო ბრენდმა და მის უკან არსებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მოგვიტანოს, ამიტომ ბაკა, თქვენთან მექნება პირველი შეკითხვა. როგორ ეხმარება გლობალური ბრენდები, მოდი ქართულ ბაზარზე ვისაუბროთ, საშუალო მცირე ნებისმიერი ზომის ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში სააგენტოებს და საბროკერო კომპანიებს. ჩართულია. გამარჯობა პირველ რიგში, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის და საინტერესო დისკუსიისთვის. სანამ პასუხზე გადავალ, ძალიან მინდა რომ მოკლედ პატარა შესავალი გავაკეთო და დღევანდელი ღონისძიების შესახებ ორი სიტყვა ვთქვა. ხშირად ვიმეორებ და კიდე გავიმეორებ, რომ ეს გამოფენა წელს არის განსხვავებული იმითი, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი უძრავი ქონების სექტორში, როდესაც დამოუკიდებელი გამოფენა ტარდება და ერთ სივრცეში მიზანმიმართულად არის თავმოყრილი ამ სექტორის ყველა მნიშვნელოვანი აქტორი. ეს არის დეველოპერული კომპანიები, ეს არის საბროკერო კომპანიები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო და რაც მთავარია, მომხმარებელი, ფოკუსირებული მომხმარებელი, რომელიც უშუალოდ დაინტერესებული არის უძრავი ქონების შეძენით ან გაყიდვით. წლევანდელი გამოფენა ვიზუალურადაც თვითონ ექსპოზიცია უჩვეულო არის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ექსპო ჯორჯიას არაჩვეულებრივ გუნდს, პირადად რესან ქიქავას, მარიამ ცაიშვილს, მარიამ დემურიას თავიანთი ძალისხმევისთვის, ასევე მინდა მადლობა გადაუხადო თანაორგანიზატორ მხარეს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას, რომელსაც მე ძალიან დიდი სიამოვნებით და პატივით, სიამაყით წარმოვადგენ დღეს. რაც შეეხება ეხლა ჩვენ კითხვას და ჩემ პასუხს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო გლობალური მნიშვნელობის ბრენდები, როდესაც შემოდიან ადგილობრივ ბაზარზე და ეს ბაზარი მით უფრო არის ისეთი პატარა და განვითარებად სტადიაში მყოფი, როგორც ვთქვათ, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი არის, ამ ბრენდების შემოსვლას ცალსახად აქვს პოზიტიური ეფექტი, მოკლევადიან, ასე ვთქვათ, ჭრილში ეს ეფექტი თვალსაჩინო არის იმითი, რომ მინიმუმ იზრდება ამ ბაზრის, ადგილობრივი ბაზრის რეპუტაციის საერთაშორისო ვალიდაცია, ანუ ხდება ესე, რომ ეს გარე, ასე ვთქვათ, ინვესტორებისთვის და დამკვირვებლებისთვის ჩნდება სიგნალი იმის შესახებ, რომ ბაზარს როგორც მინიმუმ გააჩნია განვითარების პოტენციალი და ამ შემთხვევაში საერთაშორისო ბრენდები, როგორც გარემარკერები, სანდოობის და ასე ვთქვათ, სანდოობის გარემარკერები ასე აღიქმებიან. ეს ცვლილებები კი არა, უბრალოდ ეს გავლენები გაცილებით უფრო თვალსაჩინო არის და ესეთი სისტემური ეფექტის მატარებელი არის მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ პატარა
განვითარებად ბაზრებზე, თუ ვიდრე მაგალითად განვითარებულ და უკვე შემდგარ ეკონომიკებზე. ამის შესახებ ალბათ შემდგომ მაშინ რა ქვია, კითხვაზე ზუსტ ისაუბრებს, ხო, რა ხდება განვითარებად ბაზრებზე, როდესაც სხვა საერთაშორისო ბრენდები შედიან. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ საერთაშორისო კომპანიები, როდესაც შემოდიან ბაზარზე, მინიმუმ შემოაქვთ მათ თავიანთი მკაცრად ჩამოყალიბებული სამუშაო სისტემა, რაც მომხმარებელში უკვე აჩენს მოთხოვნას პროფესიული მომსახურების. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა ამისა, ამ ბრენდებს შემოაქვთ ინოვაციები გარკვეული, ტექნოლოგიები შემოაქვთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ასაქმებენ და ზრდიან ადგილობრივ კადრებს. შესაბამისად, ამ ბრენდებთან, როდესაც ხდება ინტეგრირება ადგილობრივი კადრების, მათ ეძლებათ უკვე წვდომა, თავისუფალი წვდომა შიდა, ასე ვთქვათ, ბრენდის შიდა სასწავლო პროგრამებთან და ბაზარი უკვე იღებს უკეთ მომზადებულ კადრებს ამის შედეგად, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტორიც, რომ ეს ყოველივე კომპონენტი, რაზედაც მე ვთქვათ, ყურადღება გავამახვილე, იძლევა იმის საშუალებას, რომ უბრალოდ ადგილობრივ კომპანიებში ზრდის, ასე ვთქვათ, მასტიმულირებელი ფაქტორი არის, ხო? შედეგად იზრდება სრულიად ჯანსაღი, ასე ვთქვათ, კონკურენცია და გრძელვადიან შემდეგში უკვე ვფიქრობთ იმას, რომ ბაზარი მაღალ სტანდარტზე უნდა ავიდეს, იმედი გვაქვს ამისი, რომ ავა და გარდა ამისა, თვითონ სექტორი ხდება, სექტორის ინსტიტუციონალიზაცია ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იწვევს უბრალოდ აჯანსაღებს ბიზნეს გარემოს. ეხლა რემაქსი თვითონ არის ფრენჩაიზერი კომპანია, როგორც ვიცით, ის ოპერირებს, ის შედის ყველაზე სწრაფად მზარდი გლობალური ფრენჩაიზერი ბრენდების ტოპ 10-ში და მისი ფრენჩაიზინგის მოდელი კიდევ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, დამატებითი ბენეფიტი არის ადგილობრივი კომპანიებისთვის და ეხლა შევეცდები აქვს და რატომ? იმიტომ რომ ერთი, ასე ვთქვათ, ქოლგის ქვეშ, ბრენდის ქოლგის ქვეშ, მასტერ ფრენჩაიზერ კომპანიას ეძლევა იმის საშუალება, რომ მრავლობითი განუსაზღვრელი რაოდენობის ადგილობრივი ფრენჩაიზ ოფისების ქსელი მოაწყოს, რაც უკვე ზრდის, ასე ვთქვათ, იმ ბენეფიტებს, რაც ვთქვათ, საცალო კომპანიას შეუძლია, რომ შემოიტანოს ამ იმაზე, რა ქვია, ბაზარზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მიუხედავად აი ამ ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული კომპანიებისა, ეს კომპანიები დამოუკიდებელ მართვაში არსებული ერთეულები არიან. ეს ძალიან ესეთი სწორი მიდგომა არის, მე ასე ვფიქრობ. ამ თემის გაგრძელებათ მინდა ვიკითხო. უფრო პრაქტიკულ საკითხში მინდა ჩავიდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ადამიანს უფიქრია, შეიძლება საერთაშორისო საბროკერო კომპანიის შემოყვანაზე, ჩვენ ვხედავთ დეველოპერულ ბიზნესში სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებს, სასტუმრო ბიზნესში ამას უკვე დიდი ხანია შევეჩვიეთ. მოდი პრაქტიკული კითხვა მინდა დავსვა. ეს ყველაფერი არის ინვესტიციასთან დაკავშირებული და ალბათ ყველა ბიზნეს ოუნერი სვავს შეკითხვას ინვესტიციის ოდენობაზე ხლა არ დავსვამ შეკითხვას, არამედ რა ვადა მჭირდება იმისთვის, რომ ჩემს მიერ ინვესტირებული თანხა შემდეგ კიდევ უფრო მეტ თანხად გადავაქცი. ქართულ რეალობას რო დასაგებია პირდაპირ პასუხს მეც არ მოგცემთ, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკო გვაქვს ესეთი, რომ პირდაპირ ბრენდი არ უნდა გავყიდოთ, მით უმეტეს ესეთ მასი რა ქვია საზოგადოებრივად აქტიურ გაშლილ ადგილებში. ერთადერთი შემიძლია ისიც გვაგანახეთ, ფრენჩაიზინგი შენ გაძლევს სწრაფი ჩასხდომის ბარათს. იმისთვის, რომ შენ ესეთი დროში, რაც შეიძლება სწრაფად შეხვიდე უკვე აწყობილ სისტემაში და რაც შეიძლება სწრაფ დროში დაიწყო ოპერირება შენი ბიზნესი აამოქმედო. ეს შესაძლებლობა
თანაბრად არის, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი და კარგი სარგებლის მომტანი უბრალოდ როგორც სტარტაპერი ბიზნესებისთვის, ასევე უკვე მოქმედი ბიზნესისთვისაც. ნახე რემაქს აქვს დათვლილი სტატისტიკა საერთაშორისო ბაზარზე, მაგალითად საერთაშორისო პრაქტიკა, რასაც აჩვენებს, ეს არის ის, რომ უკვე, ასე ვთქვათ, არსებული მოქმედი ბიზნესები, როდესაც უერთდებიან ფრენჩაიზინგის ხოლგას, ისინი მინიმუმ ორჯერ აუმჯობესებენ და ორჯერ ზრდიან თავიანთ, ასე ვთქვათ, შედეგებს, ხო? საქმიანობის შედეგებს. ეს სტატისტიკა ახლა სამწუხაროდ ადგილობრივ ბაზარზე ჩვენ არ აგვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით პრაქტიკაში მხოლოდ სტარტაპერი კომპანიები ყავს, თუმცა ამ თვალსაზრისითაც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ახლა 12 წელიწადია რაც ბაზარზე ვართ და ამ 12 წლის განმავლობაში საკუთარი თვალით ძალიან კარგად დავინახეთ, ვთქვათ, რა იყო დასაწყისში, როგორ განვითარდა ეს ბაზარი და დღეს რა სტადიაზე ვართ მოსული და ვთქვათ, ძალიან კარგად ვგრძნობთ, რა გავლენა მოახდინა მაგალითად ჩვენნაირმა კომპანიებმა ამ ბაზრის რაღაცნაირად გადაწყობაზე ერთგვარზე, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპერი კომპანიები გვყავს, ხო, ფოლგის ქვეშ შემოერთებული, აღნიშნავ იმას, რომ ჩვენი ბროკერები და აგენტები ყოველწლიურად იღებენ გარკვეულ ჯილდოებს რემაქსის საერთაშორისო კონვენციებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რატო უსვამ ახლა ამას ხაზს ნახეთ, თქვენი კითხვის პასუხი ზუსტად ამაში დებს. აი ჩვენი ერთ-ერთი შაშამდელი მაგალითი რო გავიხსენო მაგალითად, ხო, ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ფრენჩაიზ ოფისის რემაქს კაპიტალის ბროკერ-ოუნერი მარიამ ასათიანი მაგალითად 36 ადგილზე გავიდა რეიტინგებში, ეს იყო 100-ში საერთაშორისო რემაქსის მაშინ რა ქვია რეიტინგებში, მაშინ როდესაც ვთქვათ 195,000 ბროკერი და აგენტი არის გაერთიანებული ამ ქსელში. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შედეგი არის და მიანიშნებს ზუსტად იმაზე, ანუ ესეთი ირიბი პასუხი არის იმაზე და შეიძლება პირდაპირ პასუხიც არის თქვენს კითხვაზე. დიდი მადლობა. ბარემ რემაქს სისტემებს გავაგზავნებ და ბატონ ზოხტუსთან გადავალ შეკითხვით. თურქეთის ბაზარი დარწმუნებული ვარ, არის ძალიან საინტერესო. მინიმუმ ერთ-ერთი განმსაზღვრელი ბაზრის მიმართ ინტერესის გამოხატვისა შეიძლება ვთქვათ, რომ მოსახლეობის რაოდენობა ჩვენთან შედარებით უმეტეს მნიშვნელოვნად დიდია. თუმცა მინდა რომ აი ამ დეტალებში უკვე მასთან შევიდე, რადგან ის წარმოადგენს რემაქს თურქეთში. ორი კითხვა მინდა გავაერთიანო. პირველი, რატომ რემაქსი და მეორე ზოგადად თურქეთის ბაზარზე მინდა გითხრათ, რამდენად რეგულირებულია ეს ბაზარი, რამდენად მარტივია უძრავი ქონების ბიზნესის დაწყება, ან გახდე აგენტი და შემდეგ კითხვებს პასუხების მიხედვით მოვაგვი. All right, thank you for the question. Why Remax? It's a great question. I started real estate in 2015. I knew nothing about it, literally. I didn't know the regulations, I didn't know the property laws. I had never been to a deed registration office. But we wanted to invest into a new business with my business partner. So we started talking to all the international franchises in Istanbul. I'm a business person. As a business person, this is my duty to talk to everyone and find out everything. We could have started the business without a franchise. You can. It's easy. We just didn't want to reinvent the wheel because you need a system, you need documentation, you need contracts. You can just get into a franchise and they're gonna give this all to you. So you don't have to deal with this. You start one step ahead. So while talking to everyone, we were asking, so how do you guys help us? Will you help us with recruitment? Will you help us with finding new agents? Will you help us finding new listings? Everyone said, well, they gave us round answers. Of course, you know, sometimes Remax Turkey said, no, we won't help you
with recruitment. That's your job. We won't help you with listings. That's your job. We only invest in the brand. So I'm gonna get your money. I'll take this money, invest in the brand, advertise the brand, make it known and make it popular in the country. So when you go to someone and when you say, I'm from Remax, they'll say, I know you. You guys do real estate. This was very straightforward, very honest, and we said, all right, let's sign up with these guys. That's why we chose Remax. In Turkey, every 5 years, you renew your contract with Remax Turkey, with the master franchise office. This is our 3rd year. We just signed our 3rd renewal contract. So far, we're very happy with them. They give us the technology, they give us the training that we want, they give us the support when we need it. So why not them? To answer your second part of the question, Turkish real estate market, up until 2018, it was Wild West. Nothing. No regulation, no documentation, no certification, nothing at all. After 2018, when you have no documentation, no regulation, what happens? You have fake listings, you have duplicate listings, you have scammers all around, nobody trusts you, nobody likes you, nobody wants to talk to you, and nobody wants to work with you. So when the government intervened and said, hey look, from now on, if you want to do real estate, if you want to open up any office, not a franchise, just any office, first off, you need to work in a real estate office like a management trainee for a year. Then, you need to be certified, you need to pass an oral exam, which is more like role play, okay? And you need to pass a written test. Then you need to complete 120 hours of training, set up your company, register your company with the Chamber of Commerce under the real estate code, not any other code, has to be registered under the real estate code, and then you can start selling something. This also is true, not just for us as brokers, but for the agents too. For all of our agents have to be certified, they all have to be registered, and when you want to work a listing, not a residential sales listing, but a commercial sales and rental, and a residential rental listing, you need to get an approval, not exclusivity, but an approval from the property owner. The property owner goes into a e-government website, finds you, finds your certification number, and grants you the authorization, and then you can list your listing. That's the only way. Otherwise, you cannot work with any of the listing platforms. So what happened after this? Fake listings, 75% of them disappeared. Still have duplicate listings, yes, that's right. Scammers, 95% of them are gone, 5% are still there. Whatever you do, you're gonna have people who want to work dishonestly. There's no way to fight them. But so far, we're super happy. Everything is regulated, everything is monitored, everything is controlled, including our price increases. So let's say you started listing something for 100,000 lari. And 3 months later, you haven't managed to sell it, and your property owner came to you and said, hey, look, you know, we have inflation, US dollar is going up, now we need to increase the property value. We need to increase the selling price. No, you cannot. The government controls price increase. So everything is controlled, everything is monitored. Right now, it's a safe bet. მადლობა. კიდევ ერთი შეკითხვა თქვენთან.
თქვენ ახსენეთ, თუ სწორედ გავიგე 2018 წლიდან შეიცვალა რეგულაციები, გამოვიდა ბაზარზე. ამან რამდენად შეუწყო ხელი სხვა ახალი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლასაც და ზოგადად როგორ ხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მაგალითზე რეგულაციების არარსებობის შემთხვევაში რამდენად აქვს ასეთი ბრენდების ყოფნას აზრი და მნიშვნელობა საერთაშორისო ბრენდებზე ვსწავლობ. რადგან ჩვენთან არ არის რეგულირებადი სფერო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დღესვე აი ან ვიღაცა გადაწყვეტს, რომ ხდება უძრავი ქონების აგენტი და ის უკვე აგენტია. Another great question. I don't know Remax Georgia. I'm going to talk about Remax Turkey. We can only market, only list exclusive listings. That's Remax Turkey's criteria. So I need to get an exclusivity contract from every single client that I want to work with. Once I get the exclusivity, I have to put this on the Remax MLS system. It has to be on the Remax MLS system. And then I can start putting it up on the other listing platforms. Remax Turkey has internal audit department. And within this internal audit department, every month they check the number of listings in my office on the Remax system and the number of listings on the other listings platform. If there's a discrepancy, if there's a problem, they send us an email and they say, hey, you have more listings in a listing platform than our platform. Either take those listings off or put them onto our system. And in order to be able to put it on the system, I have to put in the contract as well, the listing contract as well. Before regulations, it was very difficult to get people sign exclusivity contracts. I have met people, literally, a guy, he was 70 something years old, he said, the only paper I have signed in this world is my marriage certificate. I am not going to sign anything else. I said, what if you want to get divorced? You need to sign papers again, right? So, when the regulation started that every property owner has to go onto an e-government website and give us the authorization to market this place, it became extremely easy to get exclusivity. You already have authorized me with the government and granted me the authorization to market your property into Turkey. All you need to do right now is sign a document. That's it, nothing else. Every client in Turkey knows that if it's a Remax listing, it's an exclusive listing. That makes it very easy for us to work with people. So if there is a potential that you know you can get listings exclusively, that people are willing to work with you, it'll definitely get international franchise systems into your country. They don't want to be known as or labeled as scammers. They don't want to have a bad reputation in the market. They need to keep their names everywhere in the world. This is their brand. Think of your own brand. You want to own your brand and you want to keep it clean. You want to keep it honest. You want to keep it as tidy as you can. They're just the same. These are brands as well. If something is wrong with Remax Georgia, if something is wrong with Remax Turkey, then international clients won't work with Remax anymore because there is something wrong with them. But if they know that everything is right, everything is on paper, everything is awesome, they're going to come to this country, invest in the country, invest in training, invest in technology that we really, really need, and then your lives will be a lot easier. Meanwhile, I'm not here to promote anything. I'm a Remax broker. I'm not a master franchise of this. I'm just telling you,
there are local brands, local franchise chains in Turkey that are also as strong as the Remax brand and other things. So please don't misunderstand me. International franchises usually are very good at coming into a country, creating a system, making the system official, pushing the government, pushing the state into something that we want. You guys are here. You could be out selling somewhere in the market. You could be selling property, doing title deed registration right now. No, you're here. You want to develop, you want to learn more, you want to help yourselves, help your careers. This is very important. For people like us, a regulated system is extremely important. Otherwise, you'll be sharing your bread with the wolves outside. დიდი მადლობა. ნინო, თქვენთან მექნება შემდეგი კითხვა. ძალიან საინტერესო დეტალი დავიჭირე, როდესაც ბატონი ზუხტუ საუბრობდა, მაგალითად ლისტინგებთან დაკავშირებით, რომ თუ გაქვს უფრო მეტი ლისტინგი, იმაზე მეტი ვიდრე უნდა გქონდეს, გარკვეული ჩარევები და მითითებები ხდება იმისთვის, რომ უფრო სწორად ხდებოდეს პროცესების მართვა. ეს შეიძლება დავარქვათ ბრენდის სტანდარტი, ამას შეიძლება დავარქვათ ბრენდის სტანდარტი. ხუშმანის შემთხვევაში მინდა გკითხოთ, აი ასეთი ტიპის ახალი სტანდარტები რა იყო თქვენთვის და ზოგადად საერთაშორისო ბრენდმა რა მოგცათ განსხვავებული, შეიძლება ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაში ავიღოთ, ან ზოგადად მათ შორის პროდუქტების და სერვისების კუთხითაც. მადლობა კითხვისთვის. პირველ რიგში მოგესალმებით. ასევე ორგანიზატორებს დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზებისთვის. კარგი საშუალება რა ინდუსტრიის წარმომადგენლები შევიკრიბოთ, აზრები გავცვალოთ, სიახლეებს გავეცნოთ. დამატებით რაც შემიძლია კითხვასთან დაკავშირებით გიპასუხოთ. პირველ რიგში ვიტყვით, ჩვენი კომპანია დაახლოებით 50-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მსოფლიო მასშტაბით, თითქმის ყველგან ვართ. რამდენიმე ასეული 1000 თანამშრომელი ყავს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენ. Cushman & Wakefield-ი საქართველოში არის 2012 წლიდან. საკმაო გამოსცილება დაგვიგროვდა თუნდაც ბაზრის შეფასების ნაწილში ვისაუბროთ რა იყო განსხვავება ბრენდის და ბრენდამდე, იმიტომ რომ კომპანია გარკვეულწილად ოპერირებდა ძალიან მცირე პერიოდი, თუმცა მანამდეც. რასაკვირველია, პირველ რიგში ეს არის სანდოობის ნაწილი, რაც საერთაშორისო ბრენდს და ფრენჩიზას მოყვება, იმიტომ რომ თუნდაც საფინანსური ინსტიტუტებისთვის ჩვენ კომპანიას არ გვაქვს მხოლოდ საბროკერო სერვისები, გვაქვს საკმაოდ ფართე ჩამონათვალ იგივე შეფასებიდან დაწყებული საკონსულტაციო მომსახურება, feasibility studies, რაც არის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის დადასტურება, საუკეთესო გამოყენება და ასე შემდეგ, მათ შორის agency-ზე აღარ ვსაუბრობ, საოფისე თუ სხვა კომერციული მიმართულებებით. აქედან გამომდინარე პირველ რიგში სანდოობა, რასაც ჩვენი ბრენდი ჩვენს დამკვეთებთან მიმართებაში ქმნის პირველ რიგში ეს არის, ასევე თვითონ სტანდარტიზებული სერვისის მიწოდება, იმიტომ რომ გაიდლაინები, მითითებები, იგივე თუნდაც რეპორტი როგორ უნდა იყოს აწყობილი, შეფასების რეპორტიდან დაწყებული საკონსულტაციო მომსახურება, სერვისი როგორ უნდა იყოს მიწოდებული, ან onboarding-ი კლიენტის როგორ უნდა მოხდეს, რა პროცედურები არის ამ ყველაფერში საჭირო, რა საფეხურებს გავდივართ თითოეულ დამკვეთთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ. რაც თავარია ასევე რეფერალები, ხო? იმიტომ რომ თუნდაც ის დამკვეთები და კლიენტები, ვინც ჩვენს ბრენდთან თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნებში, შესაბამისად, როდესაც საქართველოს ბაზარს განიხილავენ საინვესტიციო და ქვეყანაში შემოდიან, პირველ რიგში მიმართავენ გამოცდილ და სანდო პარტნიორს და შესაბამისად, როგორც წესი, თანამშრომლობენ ხოლმე ჩვენთან. დანარჩენი, რაც შეეხება ლისტინგების ნაწილს, ასევე რასაკვირველია მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბრენდები ბევრად უკეთესად მართავენ თუნდაც გაყიდვების ნაწილს, ხო? იგივე, იმიტომ რომ კლიენტების ბაზა არსებობს, იმიტომ რომ CRM-ი არსებობს და დანერგილია და გვინდა თუ არ გვინდა უკვე გარკვეული საკონტაქტო სია არის იმ ადამიანების, ვისაც პირველადი შეთავაზება შეგვიძლია გაუზიაროთ, სანამ ბაზარზე ფართოდ გამოვიტანთ და მოკლედ ბევრი საინტერესო ბენეფიტია, თუმცა ვიტყოდი
რომ ქართულ რეალობაში რასაკვირველია სააგენტოები იყვნენ ცოტა გაფანტული, ცოტა არასისტემურიც, მაგრამ მე მგონი ასოციაციის შექმნის შემდეგ ეს პრობლემა აღმოფხვრილი ყოველთვის ჩემი აზრი ესეთია, რასაც ვუყურებ, ცალსახად ერთიან სისტემაში მოაქცია ეს ქართული საბროკერო ბაზარი და მადლობა მათ ამისთვის. ნინო, ერთი დაზუსტება თუ შეიძლება. სერვისები, პროდუქტები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, დღეს რამდენად გათვითცნობიერებულია საქართველოს ბაზარი, რომ ეს ყველაფერი ჭირდება. თუ საერთაშორისო ბრენდს უფრო მეტად მოყვებიან საერთაშორისო დამკვეთები, ესე დავამბობთ. მადლობა საინტერესო კითხვისთვის. კი, უკვე ნელ-ნელა აცნობიერებენ დეველოპერებიც და ბაზარზე მოქმედი ყველა ბიზნეს სუბიექტი ხვდება, რომ საჭიროა უკვე საკონსულტაციო მომსახურება მიიღონ პროფესიონალი კონსულტანტისგან, თუნდაც უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტი გახდეს კონკურენტუნარიანი, იგივე ავიღოთ საცხოვრებელი უძრავი ქონება. აღარ არის საკმარისი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტიპის სერვისების დანამატი თუ არ გააჩნია თუნდაც საცხოვრებელ უძრავ ქონებას, უკვე მისი გაყიდვები არის ფაქტიურად გართულებული იმისთვის, რომ თუნდაც ეს სერვისები იყოს სწორად აღქმული, სწორად შედგენილი, ლოკაციიდან გამომდინარე ფასი იყოს სწორად დასმული, თუნდაც გაყიდვების სტრატეგია იყოს სწორად დაგეგმარებული, ამისთვის უკვე ხვდებიან ჩვენი ბიზნეს სუბიექტები და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ ესეთი აქტიური თუნდაც მომართვიანობა მათი მხრიდან ამ ნაწილზე არ იყო და ეს კარგია, იმიტომ რომ კონკურენციამ შექმნა ეს დამატებითი მოთხოვნები გააჩინა და რასაკვირველია, ამით მომხმარებელი რჩება საბოლოო ჯამში მაგარული. დიდი მადლობა. მაკა, იგივე კითხვაზე კომენტარი თუ შეიძლება თქვენს. რამდენად რემაქსი საქართველოში უფრო მეტად ემსახურება ხართუელ მომხმარებელს თუ გლობალურ ბრენდს უფრო მეტად მოყვებოდა საერთაშორისო ფილმები. იცით რა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა საერთაშორისო სტატუსი აქვს ჩემი წინა, ასე ვთქვათ, კითხვის დროსაც გავაკეთე ეს განმარტება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბრენდის ქოლგის ქვეშ ექცევა, ვთქვათ, კომპანია და ხდება ავტომატურად, ვთქვათ, ამ სტატუსის მატარებელი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს არის ადგილობრივი კომპანიები და შესაბამისად ამ კომპანიებს ყავს ყველა ტიპის მომხმარებელი, ხო? საერთაშორისო მომხმარებელი, რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ვთქვით, რომ ვთქვათ, სანდოობას ზრდის ხო, გარემოდან, რა ქვია, დანახული ბრენდის შემოსვლა ბაზარზე. საერთაშორისო მომხმარებელი შლეიფად მოყვება, ასე ვთქვათ, საერთაშორისო კომპანიას, გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად რემაქსში, ხო, როდესაც აგენტები წევრიანდებიან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიტი მათთვის არის ის, რომ ავტომატურად ისინი ერთვებიან რემაქსის საერთაშორისო MLS სისტემაში. რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ლისტინგების გავრცელების და ვთქვათ, ლიდების გენერაციის საერთაშორისო არხებში იყვნენ ჩართულები, რაც ვთქვათ, ეს სისტემა უზრუნველყოფს მათთვის. შესაბამისად, საერთაშორისო მომხმარებლების ყავსა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ადგილობრივად დავამუშავებთ, იმიტომ რომ ადგილობრივი კადრებით და ადგილობრივი ძალებით დაფუძნებული კომპანიები ყავს და შესაბამისად ჩვენი მომხმარებელი პირველ რიგში ჩვენთვის ყოველთვის უფრო ინფორმაცია მიღება მაგალითად ისე უპირატესობას ვთქვათ, ასე საქმე გამოვყო. ერთადერთი არის ის, რომ ნახეთ, როდესაც ვთქვათ, აი რაც ნინომაც ახსენა და რაზედაც ჩვენ დღეს ასე ვთქვათ, ვსაუბრობთ, სისტემას და აი ამ სტანდარტებს მოაქვს ის, რომ შენ რაღაცნაირად უკვე ერთგვარი ნიშა გაქვს კონკრეტულ მომხმარებელში, ანუ მოდის ის მომხმარებელი, ვისაც მაღალი ხარისხის მომსახურება სჭირდება და არა მხოლოდ მაგალითად ინფორმაციის მიღება და ამაში საკომისიოს ნაწილის გადახდა. რა ვიცი, მე მგონი ჩვენი ნინოს მადლობა ამ შენიშვნისთვის, რომ აღნიშნა, რომ ასოციაცია სწორ გზაზე ვდგავართ და ყველანაირ ძალისხმევას არუზოგავთ იმისთვის, რომ ეს ბაზარი საერთაშორისო სტანდარტებს მივაახლოვოთ და ზუსტად ამ მიმართულებით ვთვლით, რომ ჩვენი პოლიტიკა წელს და საერთოდაც ესეთ უფრო ფოკუსირებული არის და 2026 წლიდან უკვე გეგმავთ იმას, რომ დავიწყოთ ნელ-ნელა მზადება
იმისთვის, რომ თუნდაც რაღაცა ბილი რეგულაციები შემოვიდეს ამ ბაზარზე, რომ კონკურენტუნარიან ვითარებაში იყოს ყველა ის სუბიექტი, ბიზნეს ასე ვთქვათ სუბიექტი, ვისაც უნდა ესეთი გამართული და ბიზნეს მოდელით მუშაობა. მადლობა. პრინციპში ბოლოსკენ უნდა გავიდეთ, ბოლო შეკითხვა მინდა დავსვა და მოკლე კომენტარი მინდა რომ დამიბრუნოთ. თუ შეიძლება იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ საერთაშორისო ბრენდებთან ურთიერთობის და მათ შორის სხვადასხვა ოფისებთან კომუნიკაციის, რა შეიძლება გაითვალისწინონ იმ ბიზნესის მფლობელებმა ადამიანებმა, რომლებიც დღეს ფიქრობენ ამ სხვადასხვა ბრენდებთან დაკავშირებასთან, რომლებსაც უნდათ რომ საქართველოში შემოიყვანონ, შეიძლება ეს იყოს რემაქსი, ქუშმანის სხვა ოფისი გაკეთდეს, ან კიდევ სხვადასხვა ბრენდები. ესე შევხედოთ, რა რჩევები უნდა მივცეთ, ან ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლები. მე მგონი კარგი ღირებული რჩევები შეგიძლიათ მისცეთ, რომ მგონია რომ ხალხს აუცილებლად დააინტერესებს ეს. თქვენგან დავიწყოთ თუ შეიძლება ბატონო ზუხთ. Thank you. You're doing a great job. When I started with Remax, I also started with training programs, and I started training the new brokers who were joining the system. So Remax Turkey offers a 3-day program for new brokers, and I did the first day. On my first day, I talked about the importance of recruitment, why you should get more agents into your office, retention, why you have to keep those agents in your office, because you can't keep recruiting, you also need to retain those people. I also talk about budgeting. Now, most people aren't very good at budgeting, they're not very good at numbers. My first, in Turkey again, don't know about Remax Georgia, when you sign up with Remax, there are monthly payments that you need to make. We call them royalty fees. There are certain fees that you need to pay. Even if you do 0 transactions a month, you do 0 business, you still pay Remax Turkey. My question was this: when is your first royalty fee due, and how much are you going to pay to Remax Turkey? I usually had around 25-30 new brokers in the office. None of them knew that they had to pay Remax Turkey if they did 0 transactions a month. They didn't even read the contract. Read the contract, okay? If you're a business owner, take the contract to a lawyer, make them read it. Take it to your accountant, make them read it. If you have questions, if you want changes, ask for them. You can do this, you can negotiate. I always told everyone, start small. You don't need a huge office. A huge office, a big office means, pardon my French, shitloads of rent money, shitloads of internal design, furniture, refurbishment, heating, you name it. Okay? Start small. I started in a 75 square meter office with me, my business partner, and an office assistant. Tiny. I don't need 400 square meters. I didn't have that much money. I need to know how much I'm spending every month. Make a budget, know your budget, be able to survive at least 6 to 8 months, even if you do 0 transactions. There is no income, you keep spending. Royalty fee, rent, salaries, marketing, promotion materials. I was talking to Roman last night about the most popular listing platform in Turkey. Do you know how much I pay to a listing platform every month for 200 listings? $2,600 US. $2,600 US
Every month, he is like my business partner. Gets the money. If I do transaction, he gets it. If I don't do transactions, he gets it. So if you haven't budgeted all these, I'm sorry, you won't survive. Know your shit, know your budget, know how much you're spending, start small, be smart. If you're a broker, unfortunately, at the very beginning you need to go out and sell as well. So you'll be selling, you'll be recruiting, you'll be retaining, you'll be paying for your bills, you'll be doing everything, your social media, your own digital marketing. Are you ready for this? If you are, welcome to our world. დიდი მადლობა. ნინო, თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია დავა. აი დავეთანხმები ეგ მინდოდა რომ მეთქვა რომ მოლოდინები წინასწარ არ უნდა შევიქმნათ იმაზე მეტი რაც შეიძლება რომ მიღწევადი იყოს და უცბად ცალსახად გაწერილი გეგმა რომელსაც ნაბიჯ უნდა გავუვათ ეს იქნება საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდის ამბავი მოკლედ ზედმეტი მოლოდინები არის ყველაზე ცუდი ბრენდი არ არის პანაცეა მაგის თქმა მინდოდა მადლობა ბრენდს აქვს უკუგება მინდა დამეთანხმები ამაში ხო ბრენდი მუშაობს შენზე და შენ მუშაობ ბრენდზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის და შენ კითხვას რომ დაუბრუნდეთ ეს აი ეს მოსაზრებები რაც იყო გამოთქმული ვეთანხმდუსაც და ნინოსაც აბსოლუტურად ერთადერთი დამამატებ იმას რომ ძალიან ყურადღებით უნდა შეერჩიო თვითონ ფრანჩაიზერი რას გთავაზობს, რა რეპუტაციით სარგებლობს, რეალურად რა არის, იმიტომ რომ ხა გაყიდვები ყველამ ვიცით რა არის, ხო შეგვიძლია ვილაპარაკოთ რომ ასეთი წარმატებული ვარ ისევ არის ისევ, მაგრამ სინამდვილეში თქვა ციფრების სხვა რაღაცას აჩვენებდეს, ხო? უნდა კარგად ნახო მაგალითად როგორ იზრდება თქვათ ეს ისინი რა ქვია, ოფისები ემატება თუ არა საერთაშორისო მაშინ რა ქვია, ხო? ფრენჩაიზერი, ხო? ძალიან ბევრი ფაქტორი არის, რაც უნდა გაითვალისწინოთ და გარდა ამისა, ბოლო კითხვაზე პასუხი მინდა გავცე, რა შეცდომებს უშვებენ მაგალითად ბროკერ-ოუნერები, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, როდესაც ბროკერ-ოუნერი ერთვება პირდაპირ გაყიდვებში და ხდება თავისი გაყიდვების აგენტების კონკურენტი. კონკურენციაში არ უნდა შეხვიდე და უნდა ეცადო ის, რომ შენ ინსტიტუცია განავითარო რა. იმიტომ რომ როგორც კი შენ მაგალითად შეწყვიტა იმ გაყიდვებს, შენი ოფისიც მომენტალურად ასე მოკვდება და ის ინვესტიცია, რაც თქვა ჩადებული გაქვს, შეიძლება კი ამოიღო, სწრაფად ამოიღო, იმიტომ რომ ამ ბიზნეს სწრაფი უკუგება ნამდვილად ახასიათებს, მაგრამ დარჩე არაფრით ხელში. ძალიან დიდი მადლობა. იმედია რომ არ დარჩებიან ხელში და გაითვალისწინებენ ამ ძალიან ღირებულ რჩევებს. მე მგონი რომ დავასრულებ ჩვენ საინტერესო გამოვიდა საუბარი. შეჯამებისთვის მეც მინდა ვთქვა რომ მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ ამ პანელის მოდერაცია მე გწივათ, რადგან მე მჯერა გლობალური ბრენდების უკან ძალიან დიდი ღირებულება დგას და მჯერა რომ ის გამოცდილება რომლებსაც ზოგჯერ 10 წლეულები და შეიძლება 100 წლეულიც კი კონდეს ორგანიზაციებს მარტივად შეიძლება გლობალური ბრენდიდან ადაპტაცია გაუკეთო ლოკალურად და ნამდვილად დავეთანხმები მონაწილეებს რომ არათუ ერთი ნაბიჯით, ალბათ 10 ნაბიჯით წიხარ, როდესაც იწყებ თანამშრომლობა სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან, მთავარია სწორად შეარჩიოს ბრენდი და მთავარია შემდეგ უკვე ის შეცდომები რაც ხდება დაუშვეს ჩვენც გავითვალისწინოთ. მადლობა კიდევ ერთხელ, მე მგონი მხარე აპლოდისმენტები შეიძლება რომ შეიძლება მხარე იყოს. და აქვე სანამ დესანის სცენასთან მოვა, მადლობა მინდა უთხრა ექსპო ჯორჯიას იმისთვის რომ და ასოციაციას რომ ცალკეულად მოხდა უძრავებელების სექტორის, დეველოპერების სექტორის და საბანკო სექტორის ღონისძიება. დილის ნერვიულობა ალბათ გადაიარა უკეთესად, მაგრამ გადაღმეულობ და წარმატებებს ვსურვებ და ჯერ რომ განვითარება მოიგოს. დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა, მე მგონი ჭამის დრო მოვიდა. ყველას ბონაპიტი. შემდეგ შევიკრიბებით ისევ ამავე სივრცეში მომდევნო პანელური დისკუსიების და პრეზენტაციების. მადლობა. როგორ ახლა? კიდევ რა შემოხდა რაღაცა